ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს. ახალი მექანიზმის მიღებას 518 ევროპარლამენტარი დაეთანხმა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 24 დეპუტატმა შეიკავა. ახალი წესებით ვიზა ლიბერალიზაციის დროებითი შეჩერების პირველი ეტაპი 12 თვიანია და მისი გახანგრძლივება 24 თვით შეიძლება. არსებული კანონმდებლობით კი ვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ჯერ 9 თვით შეიძლება და მისი გახანგრძლივება დამატებით 18 თვითაა შესაძლებელი. გაუმჯობესებული მექანიზმი ასევე მოიცავს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მიემართება და გულისხმობს ვიზო მიმოსვლის შეზღუდვას მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში ახალ წესებს ფორმალურად 17 ნოემბერს უყრიან კენჭს. გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა კი დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი. ახალი ზომები შეეხება 61 ქვეყანას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციით განახლებული წესების მიღება ნაწილობრივ საქართველოს გამოხდება. ქართული ოცნების პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ, ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. არ აქვს გადასარჩენი, თუ კი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ასრულებდა ყოველთვის ძალიან კარგად იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების, ეს არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გამოყენების მცდელობა. სხვა არაფერი, სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებაში იყოს საერთოდ საუბარი. ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ევროკომისიამ ქართული ოცნების მთავრობას 8 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა. 1 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გაუგზავნეს.